სამოქალაქო საზოგადოებაში ამბობენ, რომ გადაადგილება, რომელიც დღეს დილით გახდა ცნობილი, უკავშირდება სანქციებს, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილია, რომ ყველა თანამდებობიდან გადააყენოს პირები, რომლებიც არიან სანქცირებულები და რომელთა მიმართაც ყველაზე მეტი უკმაყოფილება არსებობს დასავლურ საზოგადოებაში. მათ შორის იყო გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა გასული წლის ივლისის თვიდან და ის დასანქცირებულია ბალტიისპირა ქვეყნების და გაერთიანებული სამეფოს მიერ. თუმცა მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაში ამ გადაწყვეტილების ახსნის დროს საინტერესო დაკვირვება არის ის, რომ ის არის დასანქცირებული, მას არ აქვს სახელფასო ბარათი, ხელფასს სავარაუდოდ ნაღდი ფულით იღებს და ახლა ის იქნება გენერალური აუდიტორი, ანუ პირი, რომელიც სახელმწიფო უწყებებში შეამოწმებს ფინანსებს და სხვებს შეუმოწმებს თუ რამდენად კეთილსინდისიერად მიმდინარეობს ფინანსური ხარჯვა სახელმწიფო უწყებებში და თავად იქნება პირი, რომელიც ვერ აიღებს სახელფასო ბარათით ხელფასს. თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი დაკვირვება, რომელსაც აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება. სხვა მხრივ კი მათთვის მეტად მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რომ სახელმწიფო უწყებების პირველი პირები იყვნენ პირები, რომელთა მიმართაც პრეტენზია დასავლეთს არ ექნება. თუმცა აქ საინტერესო არის ის, რომ მათ აქვთ ასეთი პოზიცია იურისტებს, ექსპერტებს, რომ დასავლეთის თვალში დასავლეთის მხრიდან დამოკიდებულებას ვერ შეცვლის ის კოსმეტიკური ცვლილებები, როგორადაც ისინი ნათლავენ ცვლილებებს თუ გადაადგილებებს სამთავრობო უწყებებში. ეს არის უბრალოდ თანამდებობა, რომელიც მისცეს გიორგი გაბიტაშვილის იმის სანაცვლოდ, რომ ის აღარ იქნება გენერალური პროკურორი. რა თქმა უნდა, შედარებას არ შეიძლება იმ გავლენის, რაც ამ ქვეყანაში აქვს გენერალურ პროკურორს და შემდეგ გენერალურ აუდიტორს და მეორე მხრივ ცოტა კომიკურიც კი არა, რომ ქვეყანაში გვეყოლება გენერალური აუდიტორი, რომელიც არის სანქცირებული დიდი ბრიტანეთის მიერ და მას არ აქვს საბანკო ბარათი და ანგარიში და ფული, ხელფასი უნდა აიღოს ეგრეთ წოდებული ქეშად. რაზეც სხვა უწყებები შეიძლება დასაჯოს ამის გამო, რომ ვიღაცამ რაღაცა ქეშად თანხა დახარჯან, თანამშრომელს ხელფასი გადაუხადა. როცა ცილო სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ როგორც ხედავ, ქართული ოცნება ნელ-ნელა ალბათ პირადად ბიძინა ივანიშვილის სანქცირებულ პირებს ნელ-ნელა რაღაცა სხვა თანამდებობებზე უშვებს. ზოგადად ჩვენ ვერ ვეღირსეთ ამ ქვეყანაში იმას, რომ გენერალურ პროკურორს თავისი სრული ვადით შეესრულებინა თავისუფლებამოსილება. ეს არის ამ ხელისუფლების ხელწერა. იგი გენერალურ პროკურორებს თავისი სურვილისამებრ, როცა უნდა ათავისუფლებს, როცა უნდა ნიშნავს. ფაქტია, რომ არნერი არჩევით თანამდებობას ამ ქვეყანაში არ აქვს აზრი და მე ვფიქრობ, რომ კიდე ერთი მესიჯია ყველა თანამდებობაზე მყოფი პირისათვის, რომ ეს ხელისუფლება მათ აკეთებინებთ ყველაფერს, რისი გაკეთებაც უნდათ და შემდეგ უკვე მათთვის ეს ადამიანი ხდება არასასურველი. სრულიად მორღვეულია ის კონსტიტუციური სამართლებრივი წესრიგი, რაც კი აუცილებელია დამოუკიდებელი თანამდებობების მიმართ და რა თქმა უნდა ბუნებრივია კითხვის ნიშნები ჩდება და ეს კითხვის ნიშნები ბუნებრივია დაკავშირებულია სავარაუდოდ გიორგი გაბიტაშვილის სანქცირებასთან. აქედან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს გარკვეული მცდელობა იმის, რომ სანქცირებული ადამიანებისგან გაიწმინდოს გარკვეული სახელისუფლებო ორგანოები და ეს ალბათ არის კარგი დასტური იმის, რომ რეალურად სანქციები ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ კაფეო პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ განმარტებამ, კაფეო განმარტება მიზეზთან დაკავშირებით, თუ რატომ მოხდა ეს გადაადგილება, რამ განაპირობა გიორგი გაბიტაშვილის გენერალური პროკურორის პოსტიდან წასვლა და მისი ჩამოქვეითება, ბუნებრივია ჩვენ კითხვები დავუსვით შემდგომ უკვე ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მათ თუ იციან მიზეზი და მათ თუ იციან ის თუ რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება, რას უკავშირდება ეს ცვლილებები და უკავშირდება თუ არა მათ შორის სანქციებს, რაზედაც მიანიშნებენ ოპოზიციურ პარტიებში თუ სამოქალაქო ორგანიზაციებში. ქართული ოცნების წარმომადგენლები კი კომენტარებს აკეთებენ ისე, რომ ცდილობენ მნიშვნელოვან ამბად ეს არ წარმოაჩინონ, თქვან, რომ ეს რიგითი საკადრო ცვლილებაა, რომელშიც გასაკვირი არაფერია, ერთი თანამდებობა მეორე თანამდებობით იცვლება და ასე ხდება სხვების შემთხვევაშიც, რაც არ უნდა გვიკვირდეს. შეიძლება ითქვას, რომ ვერც ქართული ოცნების მხრიდან მივიღეთ მკაფიო განმარტება მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
დაკავშირებით, თუმცა საინტერესო ასევე არის ის, რომ ისინი საუბრობენ კორუფციაზე, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მუშაობის დროს და მნიშვნელოვანია, რომ გენერალური აუდიტორი იყოს პირი, რომელსაც ამ მიმართულებით წარმატება ექნება და სწორედ ამიტომ შეარჩიეს თუკი ოცნების წარმომადგენელთა ნაწილის განმარტებას დავეხმობით გიორგი გაბიტაშვილი აუდიტორის პოსტს. შალვა პაპუაშვილმა ზედმიწევნით ახსნა გადაწყვეტილების მიზეზი, რომ ადამიანი ერთი კონკრეტული თანამდებობიდან გადადის მეორე უწყებაში და იკავებს კონკრეტულ თანამდებობას. რა არის ამაში ცუდი? მე რო დღეს მერი ვარ. მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო, ხვალ რომ სხვა თანამდებობაზე გადავიდე, რა არის ამაში? პრობლემას ხედავთ, ან საერთოდ პოლიტიკაში რო არ ვიყო, რა არის ამაში პრობლემა? რამდენიმე თვე როცა არის, რატომ ჩაითვალა, რომ გიორგი გაბიტაშვილი იქნებოდა კარგი აუდიტორი? მთელი ცხოვრება კი არა, მონიჭებული გქონდა პოლიტიკოსის სტატუსი. რამდენიმე წლის წინ სპორტში ვიყავი და სპორტით ვიყავი დაკავებული. ეს პოლიტიკაში ვარ. ხვალზე კიდე შეიძლება სადღაც ვიყო. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს განხილული სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტის, ანუ ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული სტრუქტურის, უშველებელი მექანიზმების მქონე სტრუქტურის ხელმძღვანელობა ნაკლებად, ვიდრე თქვათ გენერალური პროკურორობა. პოზიციას იცვლის, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის მიმართ ვინმეს პრეტენზია გააჩნია. ესეთი პროფესიონალი კადრის წარდგენა გენერალური აუდიტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, რა თქმა უნდა, იმაზე მეტყველებს, თუ როგორი სერიოზული არის ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ამ უწყების გაძლიერებასთან დაკავშირებით და კორუფციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ გავიცხადებია და როდესაც ბატონი ყობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, მისი ერთ-ერთი პირველი განცხადება იყო, რომ ასე ვთქვათ, მთავარი პრიორიტეტი, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენი სახელმწიფოსი იქნება კორუფციის დამარცხება. გიორგი გაბიტაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს ბრიფინგიდან შევიტყვეთ. შალვა პაპუაშვილმა გამართა ბრიფინგი და თქვა, რომ ის ამიერიდან დაიკავებს გენერალური აუდიტორის პოსტს, თუმცა ვინ შეცვლის გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილს, ეს ჯერჯერობით არის უცნობი. ტვ-პირველის ინფორმაციით განიხილება ზურაბ ბელთაძის კანდიდატურა, ის გენპროკურორის მოადგილე იყო და რამდენიმე დღის წინ დაინიშნა ამ თანამდებობაზე, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით თავად ბელთაძეს არ დაუდასტურებია, ჩვენ მასთან დაკავშირებას ვცდილობთ და არც ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელს უთქვამს, თუ ვის განიხილავს გუნდი ამ პოსტს.